გაუმარჯოს. შენ გაბრძანდი გარი. ესე იგი, თქვენი დიდი ხათარი მაქვს, მაგრამ ფიზიკურად ვიცოდე ერთი წამით. ნენელა ვასწავლე ბავშვებს აი მის ხმარება, რომ ამას არ შეეხო და ესატრიალო და რომელი თებში თუნდა შედგან საჭმელი. ერთი წამით ამაზე დავაყენო. აჰა. ესე იგი, რას გულისხმობ და რას ვამბობ, რომ ბოდიშით მეთქი და რაღაცა ეხავე გეტყვით. აი ესე. აქნე იყავით. თქვენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ არ გამოდის ვიდეო ხალათის გარეშე. რა გავაკეთო? ამინდი უფრო გჯობნით. ჯობნის თუ რაცა ქვია, რავი. შევცი და გარეთ ვიყავი წიწილები გაბაუში, რაღაცებს ვაჭამე ვასვი და მოვედი როგორც იქნა თქვენამდე. ყავა დავლია. მაგრამ დიდად მესია მოუნა მეთქი ვერ გეტყვით. ვადაგასულია პრინციპში შემიძლია რომ გამოვიყენო. გეფიცები აი მოუწესრიგდი მშვენივრად რაღაცა მაღლა ყავას სანამ დავლევ მეთქი რომ თან ჩავწერ ვიდეოს, მაგრამ ივანე რაღაცას სწავლობდა რა მათემატიკას რაღაცას და აღარ დავიწყე ვიდეოს ჩაწერა, იმიტომ რომ მაინც რა არ შეუშლი მეთქი ხელს და დაბლა რომ ჩავალ მეთქი იქ ის მასვისა. ამასობაში ჩამოველი დაბლა, სანამ წიწილა, სანამ რაღაცა და აი შენ და გაგამწარო, შენ თუ არ დაკლა, დაიცადე. ინდა უსმობ. ხო და აი რა მომივიდა. ქარია, არ გაგიკვირდებათ და მე მგონი ქარი სამყაროა მარტყოფი. ამდენი ზედზე ამდენი ქარი არ მინახია და მოაქვაზროთ წვიმა. და ხან წვიმს, ხან ქარია, ხან ის არის ხმა გასაფერი ნასკები რაღაცები გავერცხე. ხო და ბეზარება. იყოს ერთი აგარ ქვეგაშირება. ესე იგი დილას მქონდა აი იცი შავ საქმეს რომ შემოინახავ ხოლმე, ხო იცი ჭურჭლის საწული მაქვს თეთრი. ფითქინა თეთრია ის პლასმასი, რაზეც ვალაგებ ხოლმე და მაინც ხო იქ წყლის ნადების რაღაცა და პლუს კიდე ეს ვაჟბატონი იქ წყავს რო ვასხავ ხოლმე ან ვერ მიშველს რო ვაკეთებ ხოლმე რაღაცას, შეხებით ხო ეს ხმევა ხოლმე რაღაცა და ეს ალუმინივით რო არის, ის არის რა გაზუნზლული იყო ერთ სიტყვით და ხამაში წყალს ავადუღებ ერთ პირს და გადავღურე თუ მიუხედავად იმისა შიგნით ხსნარი არ მიხმარია, მაგრამ მაინც თავი დავიწყიოთ რომ რამე არ იყოს ჩარჩენილი. კარგი გამოვავლე, მაგრამ მაინც. ხო და ხალასი მივასხი, ამასაც და იმასაც შიგნით არ ჩამისხი, ანუ ამეებზე მივასხი და აი ესე მეჭირა რომ შიგნით არ ჩასულიყო რა და დავდგი მე 1-5 წუთი სანამ ის გავხეხე ის თეთრი, მე ესეც და შიგნით არის მიქნია ჟელეთი გამოვხეხე როგორც ტრადიციულად, მაგრამ მაინც წამოვადუღებ ეს და გადავღური რა. ხო და ერთი პირის საჭმელი დავიწყე, გავაკეთე და მოვჭი კიდეც. ეს იმიტომ დავდგი რომ ძალიან სწრაფად კეთდება ხოლმე რა და მეთქი დროულად იქნება, ცოტა კარტოფილი მქონდა შემწვარი, 2 ბავშვს გადაუნაწილე, მე საუჭამია. ხო და ბარბარესის უყვარს ძალიან, მე მერე ძალიან ურთქლია მოვიდა. ხო და ამას დავაბლენდერებ. ოსპია. აი მე ამას ხო ვაკეთებ ხოლმე როგორც ჩორბა რა, ანუ მაგის ეგრეთ წოდებული მუღამით. ხო და ძალიან უყვარს სუყელას, ძალიან მართლა და თან ხო სასარგებლო არის რა და მე საერთოდ არ ვაკეთებდი ხოლმე ისე სიმართლე რო გითხრათ ამას. რა მე ნენელა აი თურქეთის მე ნენელა დავიწყე ამის გაკეთება და მოკლედ რაც ამაქვს ხოლმე ძირითადი ინგრედიენტები არის ოსპი, სტაფილო, კარტოფილი, ნიორი და ხახვი. აი ეს 5 რაც აუცილებლად უნდა უქნა ხოლმე. ხო და ამას ხო აქვს თავისი სუნელი, რამაც უნდა გააწითლოს თუ გააყვითლოს კურკუმა თუ სწორად ვამბობ არ ვიცი. მე მგონი. ხო და ეგ არა მაქვს. ყვითელ ყვავილს უშვები ხოლმე, მაგრამ ისე ლაითად რა და ეხა გავაკეთე სუსხანაირ, არ ვიცი როგორი გამო, იმედია გადასაყურებელი არის, ნუ არ იქნება, მაგრამ მაინც ერთი პატარა ტოტი
პიტნა ვუყავი და ტარხუნაც ვუყავი. ხო და რომ უყურები ხარშვისას თვალში მომხდა ეს. ენდრო. მე ვიფიქრე. კაი. თუ კვერცხს აწითლებს ჩორმებას რას უძავს თქო. და ერთი ღერი გამოვიღე, კარგად გავრეცხე, მომამტვრია და ჩავყარე. ახლა წითელია მეთქი. ვერ გეტყვია რაღაცა საინტერესო სუნია. ეხლა უნდა გავაკეთო სალათი. წვანინებით და ეს არის ხალხნო წინაზე რო გავაკეთეთ. ხო გითხარით ბოლოკის უკანა მხარე. ამით ახლა გამოვარჩევ, გავარეცხავ, გავაკეთებ სალათს და თვითონ ბოლოკსაც ჩავახეხავ. ბეწეწინებია. და გამოდის სალათი, ანუ აღარ ავყრით ამ ბოლოკის კუდებს. ძალიან სასარგებლო ყოფილა და ბალახი არა კი არა და მცენარეა და ახლა უნდა დავდგა ლობიო. ხო და ვიფიქრე რომ სანამ ლობიოს გავარჩევ მე ჩავწერ ვიდეოს. სანამ შუქი გვაქვს. იმიტომ რომ ჩვენ ეს ბოლო პერიოდია ძალიან ხშირად გვსტუმრობს. შენ დაიწერო არ გაგწუწო. ძალიან ხშირად გვსტუმრობს ისა. შევარდანად. თავისი გამოირთე. თავისი უშუქობით. აი ეხლა, აი ეს რაც სადაც მიდგა მიკროტალოგო და ზოგადად აი ტერიტორიაზე არ მაქვს შტეფცელი. რაც ძალიან არაკომფორტული, ანუ მაშინ სადაც იყო სულ თავიდან იქვე გააკეთა ლაშა, რომ არ ვიცოდით განლაგება რას როგორ დავდგავდით რა და წესით ეს კუხნა ესე უნდა ჩაგვედგა და არ ჩაეტია თუ რაღაცა იყო, არ მახსოვს. ისე რა კაია ესე რომ ჩავდგათ. არა, რაღაცა კედლის სუსტის. მოკლედ რა, ესე განლაგდა. არ მახსოვს რატომ, მაგრამ ესე განლაგდა. ანუ აქ მოუწია. ხო და ეხლა ეს მიშლის რა, ანუ არა მოხდა, აი ნახე რა ხილად ამაგრძელებელი მიდევს. აქ და ესე ჩავთავ გამორთავ ხოლმე. ხო და აი ამანდეც თუ ჩამოველთ, მაღლა ნახეთ აი რო იორთქლებდა და რაღაცა მოკლედ სარემონტო ეს პაწაწინა ოთახი და ლაშამ რო გავაკეთებთო. ამას უნდა რავი 2 დღე ალბათ. შტეფცელსაც დავაყენებო აქ, რომ აქ ესეც აქ მედგას. გრილიც აქ მედგას, ანუ გრილს გამასვიზავ, აი აქ დავდგავ ვიხმარ, ჩავალაგებ გავიტან მარანში. ანუ მინდა რა. ძალიან არაკომფორტული არის მართლა. იყავის აპარატსაც დავდა, აპარატს ხა ის არ გეგონოთ, აი იქ რო ავდგები და პულტით რო ჩავთავ და სანამ ჩამოვალ რო თავისწე და არა კაცო, ჩვეულებრივი მაიმუნობა, რომ შენ ჩაასხ. უბრალოდ გამარია შეაპარატი. ბელუსი, შენ ნაჩუქარ აი ამ ხელის ბლენდერს ვიყენებ. რა ვიცი, აი ყოველდღიურად და ყოველდღიურად შენ მახსენდები ხოლმე გოგონი. ეხლა მე ამას დავაბლენდერებ და გავსინჯოთ როგორია. მე ხო თან შორინაც თქმის არ იყოს მუკბანგს გაპარებთ. მე რა მუკბანგსო გაპარებ. აი ასე. მარილი აქვს. ესე იგი ეს რითი გავაკეთე? მარილი დაღერღილი წიწაკას ვუშვებ ხოლმე ყველა ვარიანტში. სუნელი რა და არაფერი სხვა. დანარჩენია ის რაც გითხარით. თვალში გამოვიხედე ერთი ბოლოკი არ ჩამეგდია მარტო. და მაინტერესებს ენდროს როგორ დააბლენდე. და თუ ექნება განსხვავებული სუნდები. ამას ვცდილობ ხოლმე გავაკეთოთ ხელი, იმიტომ რომ გაცივების დროს ხო სქელდება და მე ძალიან სქელი არ უყვართ ხოლმე რა. ხო და გაცხელების დროს ქვაფს მიწვავენ ხოლმე და ეხლა გუშინ აი ქვიდექი. ივანემ უფროს ძალიან ადვილად ისაქნა, რომ რაც უნდა გააკეთოს. დილას ნინოს ვასწავლე და ბარბარე არ იყო, ან ბარბარის ჯერა მარია და ძირითადად ამ კერძზე ბარბარე დგა ხოლმე სურიგში ძალიან უყვართ. მე ძალიან ადვილია რა.
ჩაკაფული სუნია კინტარა ტარხუნა ხო, გუშინ რო ვამბობი, ხო იცი ვიდეოზე კომენტარები არ მიჩანს მეთქი და რაღაცა. მაიამ დამიწერა ჩემ მეგობარმა, რომ ანუ მარტო კომენტარი კი არა, ბევრი კომენტარია მაგ ვიდეოზე დასაგულებელიო და ფიზიკურად არ მიჩანს და ეხლა უნდა განახოთ როგორ ჩანს ჩემთან კომენტარები ამას რომ დავუყურებ. და მე უნდა შევიდე ნინოს ტელეფონით და იქ ვნახო. და იქნებ იმით გავცე პასუხი, ან იმით დავაგულო, არ ვიცი ხა ნინო ანუ იქ არ დაგულდება, სხვის იმით არ დაგულდება ეგ. ან იქნებ კომენტარს ვერ ჩავაგდებ მესენჯერში, რომ ისე იმით მისამართით გადავიდე, არ ვიცი, ნახო რა. აი გუშინდელ ვიდეოზე მაგალითად ეწერა სანამ დავწვებოდი, გუშინ ძალიან ადრე 9:30-ზე უკვე ვიწექი. ხო და მიწერდა რომ იყო 20 კომენტარი, ანუ თქვენ ვიდეოზე მოსულია 20 კომენტარიო რა, ვიდეოს თაროში ხვალ იყო წერია კომენტარების რაოდენობა, მაგრამ მიხსნიდა 14, ანუ 6 კომენტარი არ მიჩანდა ჯერ კიდე. აი მაგით ხვდები ხოლმე რომ კომენტარები არის მოსული, მაგრამ მე ვერ ხედავ რომ რაოდენობრივად არ ემთხვევა მოსული კომენტარები, არ ემთხვევა იმ რაოდენობით. ვაი არ ვიცი, მაგას მე ვერ გამოვასწორებ, ეგ ჩემი ბრალი არ არის, ხო ვამბობ და ძალიან გული მწყდება რა. მე კი ხშირად გავიმეორებ მაგას, რომ კომენტარებს ფიზიკურად არ მოდის მეთქი ჩემთან, მაგრამ სანამ ვიტყვი ზოგს გონია, რომ მართლა არ ვაიგნორებ და რაღაცა რა და არასასიამოვნოა რა. ეს სამი დღეა ძალიან გავახალტული ხატვა, ამიტომ ლაშა რომ მოვა დღეს, მანამდე ვეცდები რომ ყველაფერი მოვასწრო, დღეს მინდა რომ ოთახები გამოვწმინდო გემრიელად და დავხატო 1-2 ნახატი მაინც რა მთელი დღის მანძილზე სანამ დახავდება. მინდიც ისეთია რომ ისეც ვეღარაფერს გავაკეთებ და რავი სანამ ლაშა მოვა აქ საჭმელებს მოვრჩები, მე მგონი ანუ დაბლა ჩამოსასვლელი ის აღარ მექნება. ყველაფერი დაბლენდერდა, მაგრამ ნახეთ აი ეს ჩხირი არის იმისი. რა ქვია, ენდროსი. არა ხა ეგ თუ არ დაბლენდერდება, ვეტყვი ბარბარისოს რო შეხვდება, უბრალოდ ამოიღოს. ესეც ეს. უბრალოდ გავსინჯოთ მარილი ხო არ აკალია თორე დანარჩენი. რა უნდა ეკალდეს რაც იყო და არ იყო შეჭამყარი. ნახოთ უბრალოდ მარილი. სისქე კაი აქვს ისე რომ ლობიოს რო დავტყავ, მე შემიძლია მივირთვა. პირველი შემთხვევა რომ არ გადმომივიდა ხალხმა გაზზე გუშინ გავხეხეთ და დაიცა ლობიო ვაკ დასადგამი, გენაცვალე რა კარგია. ლობიოს რო კიდევ არ არსებობს, ჯერ ხო გასავხეხავ ხოლმე და წინაზე რომ მომივიდა, გავხეხე, დავდგი, გადმოვიდა. გადავიღე სხვა ქვაბში. გავხეხე გაზი და დავდგი და კიდე გადმოვიდა. მე მირამ დაგია. ხალხო, ნუ რაც გაქვს ჩაყარეთ მუხაში დაბლენდერ. ზვიფასი. მასტერშეფში უნდა მივიღო მონაწილეობა. პირველ ჯერზევე გამოვაგდები. ეს დავდოთ გაზზე და შეგვიძლია გავარჩიოთ ლობიო. თავისუფლად. ესე იგი, ეხლა რომ სკროლავდი იმას
არ მიყვარს ეგ სიტყვა, მაგრამ შესატყვის ვერ მოუძებნე. ავიღო ჯამი ლობიოსთვის. ყავის დალევის დროს რა. ხო, შემოდი და ორ რაღაცაზე მინდა ვილაპარაკო არა, უბრალოდ ჩემი ის განვიხილო თუ ეხა თეატრებს ცოდნე მე არა ვარ რომ ის გავაკეთო დასკვნა, მაგრამ ჩემი აზრის გამოტანის უფლება და ხო მაქვს, ხო და სანამ ლობიოს დავდგავ და სხვა რაღაცებსაც მაგაზე ვილაპარაკო. მაინც სანამ მაგაზე ვიტყვი ხა დილას რას სიზმარი ვნახე. ტრადიციულად ჩემს სიზმარში მადონა ყოველთვის არის ხოლმე, ჩემი ბიძაშვილი ანუ თუ დღე ანუ რამდენი ხანია ხო გუშინ ვნახე მარშრუტკაში რაღაცა რა და ანუ ჩემ სიზმრებში მოკლედ ხშირად არის ჩემი მადონა, ჩემი ბიძაშვილი და ჯერ ხო ძალიან საუცნაურ სიზმრებს ვნახულობ ხოლმე, აი სასაცილო სიზმრებს პატარასთან დაკავშირებით. ამას წინათ ხო სადღაც ერთი თვის წინ ნახე სიზმრები რომ ბავშვი მომპარეს. და იმდენად ქვეცნობი რომ დავიჯერე რომ შუაღამისას რომ ბავშვი მომპარეს, ავდექი ფეხზე, ვერ მივხვდი და გამეღვიძა უბრალოდ რომ ფეხზე ვიდექი და ვამოწმებდი ბავშვი იყო თუ არა. ანუ იმდენად ვერა ვარ კარგად, ხო და ორჯერ მომივიდა ეგა. ხო და დილას კიდე ხო იცი ბავშვმა მოძრაობა დაიწყო და უკვე იმდენად რომ წინაზე ნინოს დავადებინე ხელი და რომ მიუკაკუნე იქიდან ნინოს თვალები უნდა ენახა და რა საოცრება იყო და ეს ხო ჩამყვა ის რომ ბავშვი მოძრაობს უკვე და მე და მადონა მოვდივართ, არ ვიცი რა მადონა იყო ჩემთან მოკლედ გვერდი მივდივართ და ნახე მადონა მეთქი აქედან ბავშვი თუ გაიჭიმა და ფეხი გამოყო რა აქედან და მადონას ვმინახე მეთქი რა პატარა ფეხი აქვს და ისე შეყო. ხო და ეხლა ჩემთვის ვფიქრობ, კაცო ეს ხო გაიხადქო. რა სულელური სიტყვები ნახე და ეს ხო გაიხა მეთქი და ეხლა როგორ რაღაცნაირად და მადონამ დამაშვიდა. არა გოგო ეგ ხო ჩაულებრივი მოვლენაო, არაფერი არ გახეულაო. ეტყობა კარგ არ მეფარა საპრა. გავხსნათ ჭრაჭუნა პარკიდან და წამოვყაროთ სწორი ამისი ნერვი არა მაქვს. ძალიან ჭრაჭუნობს. აი ესე სადავთ. აკიხა. დგავ ცოტას. ხო, ანუ შემხვდა ისა. თეატრის ნაწყვეტი TikTok-ზე რობერტ სტურუას დადგმული თეატრის შალახო ქალო ისა ვეფხისტყაოსანი შალახო რა შუ მომენტია ავთადილ და თინათინის ხვევნა კოცნა ტყლაშან ტყლუშის ხო და გავბრაზდი ეხა ძალიან უვიდა ვეფხისტყაოსანი თავიდან ბოლომდე ვიცი მეთქი მაგას სისულელი ეხლა როგორ უნდა ვიცოდე ნასწავლი ხომ აქვს ის აზეპიროების შინაარსები ის თავის დროზე გავიარე მაგრამ აცო ფიქრობ ეგ მომენტი სად იყო სტურუა რაღაცა ცოტა წმინდა დაგვიტოვე რა გამაღიზიანებელია უბრალოდ ვითომ ყველაფრის გათანამედროვება შოთა ტრიალებს აფლავე კაცე ეგ მაგების წერა რო უნდა და მაგ ხელა ტექსტი არ და კი არ დაწერდა ეგევე ეტყოდა რომ მიყვარხარ გასაზიწყრეს ყველაფერი სტურუა რა კაცი დაბერდი და უბრალოდ რა დაგვიტოვე რაღაცა წმინდა ეგეთ მეორე ეხა საცხობში რა პასკებს მე არ მიყვარს პასკა და ანუ ჩემზე რო იყოს დამოკიდებული ის რომ ანუ საღვთო ხომ უნდა ვიყიდოთ იქ ტრადიციულად რაღაცა ხო და მყიდულობთ ხოლმე როგორ არა მაგრამ ჩემზე რო იყოს დამოკიდებული ერთ ლარსაც არ რაც არ უნდა ყიდეს ერთი ლარი რო ყიდეს არ ვიყიდი იმიტომ რომ არ მიყვარს მართლა არ მიყვარს ხო და ეხლა საცხობში უკვე ცხება ყველა საცხობში პასკები და ეხლა ყველა მაღაზიაში და ქარხნებში და ყველა ეხლა პასკები ჩვეულებრივი მოვლენაა ხო რომ იყიდება და ფასებით შესაბამისად ის
ეხლა სხვაგან არ ვიცი, მაგრამ მე ნინოსთან რასაც ხედავდი, რავი, ჩააკუდა რამდენიმე ხნით ადრე დაიწყო, ახალი ფეჩით დატესტა, როგორ აცხოვოდა, როგორ ცხებოდა რაღაცა და გააკეთა 3 სახეობის, ანუ დიდი, საშუალო, პატარა და კიდე გააკეთა რაღაცა ფენოვანი ვითრო არის რაღაცა ხოვრი ეგ გააკეთა და ხმარობს პრეზიდენტ კარაქს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ იქ მუშაობდი მართლა სუმაგას ვეჭყუბებით, რომ იმითაც კარგი გამოდის, ნუ ყიდულობ ამდენს. წინაზე ლიბრისა, მაგნიტურ ლიბრეში შევიდა და 10 წელი 10 იყო, 10-ვე ვიყიდე უხაროდ. ქალო. ხო და ხვადებს ახლა ფასებს რა და ხალხი ძვირობს. ისიც აქვს დაბალფასიანები, მაგრამ ცალკე აქვს ეს პრეზიდენტის კარაქის გაკეთებული რაღაცა და კი ვეუბნეოდით რომ არ გაიყიდებაო ესაო და არ დაგჩესო ცოდო ხარ რომ ამდენი ხანჯი რაღაცა, მაგრამ რო სინჯავენ სხვანაირი გამოდი, მართლა სხვანაირი. მე ხო გითხარით არ მიყვარს, მაგრამ იქ რომ რამდენჯერმე გაჭრეს რომ ის უნდა გვენახა რა როგორანაირად, სულ სხვანაირია. აი უფრო არ იფხნება და არ არის მშრალი მართლა, აი საერთოდ რო არ მიყვარს მეც რო განვასხვავე. მაგრამ რო სინჯავენ ზუსტად ის ძვირიანი პრეზიდენტის კარაქისა მიაქვს, ძვირიანი რამდენია ხა 12 და ანუ აი ესე 2 თუ 3 ლარია სხვაობა სიდიდის და მიხედვით. ეხლა რა თქმა მომშილდო. აუ ეს უნდა ცოტა ხანი ეს უნდა ავადუღო გადაუღარო გავხეხე და წამალი არ იყოს შიგ დარჩენილი. იმით დადგი მაშინადე მანდადე. ძალიან არის ხმაურო რა. მადრესები. მე ახლა ჭიქაია. ხო და ანუ ამას ძვირობენ თქო რა, მაგას ვამბობ. აუ ნინო ხმაურო. ეხლა წაიღე მან და მან ჩაასხი ქალო. რომ უნდა დამიწუნთლო აქავე. მაგრამ ვინც გემოგაიგო მიაქვთ. და ეხლა რას ვამბობ, შედარებას ვაკეთებ. TikTok-ზე ვნახე პასკა. 126 ლარი. ნუ ვაუ რა მაგარიაო. იმის კრემით, ამის ახლა ზოგს ეს პასკა და ტორტი რატო გერევათ ერთმანეთში. ჯერ ეს მორთულობა, ბანტები, კრანტები, ყვავილები, კაი კვერცხი თემატურად დაადე, კაი ხო, რაღაცა. მესმის ან შოკოლადში იმაშვებიან, ან თეთრი შოკოლადია ხოლმე, ან შავი შოკოლადია და ის ფერადები რო აყრია ხოლმე, ანუ კაი ხო, იმიტომ რომ ოდიდგანვე მოდის ხოლმე. ან ტორტი იყო რა, ამ ხელები დიდად კი არაფერი. გაჭრეს შუაში, გადახსნეს ეს პისტის პასტა რა, პისტის კრემი ჩამოდის, ანუ ეგ პასკა არ არის. ჯერ დავიწყოთ მაგედან. ეგ არის ტორტი. რაღაცა ძალიან გაეკცათ და ანუ ერთ-ერთმა ვლოგერმა გახსნა რა ეგ რომ ძალიან მაგარიაო ერთ სიტყვით და ეს ვლოგერი არის იცი როგორი ტიპის ბარიატრია გაკეთებული ახლა სწორკვებაზე სხვას ეუბნევან თვითონ ეგ ხო ტრადიციაა ჯერ მე მეკითხება მაგრამ სასაცილოა ხოლმე რომ სწორკვებაზე მელაპარაკები როდესაც ბარიატრია გაკეთებული და პლუს პლასტიკურები რა სწორკვება ახლა რომ დავიდგა და მე ლობი რომ მოიყაშება რა სწორკვება პრინციპი სწორკვება ხო და უწერენ რა რომ სად იყიდება ჩვენც გვინდა ვიყიდოთო 126 ლარი იყიდა ხახნო ერთი პატარა რაღაც ხო და ნუ ნინოსთან შედარება გავაკეთე 12 ლარზე უბნევია ნუ ირა ძვირიაო ის რაღაც ხო ისიც ძვირია კაი სიტყვაზე ის პისტაო თუ რაღაცები ძვირები ღირს მაგრამ ეგ ხო პასკა არ არის უბრალოდ პასკა რო არ არის მაგიტო ვამბობთო აი ხო, ხანდახან მიწერენ ხოლმე რომ რას განიკითხავ? კი რა განვიკითხავ, ჭორაო, კურთხევა მაქვს ჭორაობა კითხებული. ერთ-ერთ. ეგ დაბლდა ცეცხლი არის, ეგ ცეცხლი გადის გვერდებზე, ცოტა ჩაუწიე რომ პატარა არის და საერთოდ არ იმაშვება. აი ეგ, კაი. ჩაწეული იყო და სამოვადო. ხო და რა ვიცი აბა. ეხა, მარა გავაკეთო, ხან რაღაცაზე ვიტყვი, ხან რაღაცაზე, ხან რაღაცაზე.
ეხლა დამიწერენო სტურუასაო, ნიჭსაო, შენ რაო და როგორ ამბობო რაღაცა. ნიჭს არ ვეხები, რაღაცა წმინდა დაგვიტოვეთ, ნიჭს რო გადაუხვევთ ხოლმე და სხვა რაღაცეებში იყენებ. რა ვიცი, მე ვეფხის ყავსაში მას ეთი სცენები არ მახსოვს. საერთოდ. დედა, ეზი რა დღესში. არა. ბას კი არა, ანუ პირამდე რა. ეს რა დღეა? ოთხშაბათი. დღეს ცეკვა გაქვს. 3-ზე ხო? მე ფეხბურთი. დამროცივა 11 დაიწყო მე მგონი. აჰა, მასობაში ლობიოთ შემომეჩია. ხო და ეხლა ამით უნდა დავდგა წყალი, იმიტომ რომ ამას ადუღებულ წყალს შესხავ ხოლმე და შეგვიძლია წავით, იცი რა უნდა მეყიდა? ეხლა თბილისში რო ვიყავი, ყურთასმენები ჩემთვის. კი მაქვს ის თემუდან გამოწერილები და რაღაცა, მაგრამ ის მინდა. რომ კაია რა. წინაზე რა შნურია. აი ჯიბეში მიდევ, მე მგონი ავიღე რომ დავალაგე მან დავრობა ავიღე. მაგრამ მაგასაც ერთი ყურიდან ესმის. ხო და ეხლა რო ვიყავი? აიმე, რა უნდა გითხრათ, მოიცა. უცბად გეტყვით რა მითხრა გუშინეკი. ანუ გუშინდილით დაურეკე ექიმს რა და თან ისე წაველი ეკლესიაში რომ ბარბარესაც ვეუბნეოდი შეიძლება მეთქი თბილისში წასვლა მომიწევს. ანუ ფიქრობდი რომ ანუ იმას მიზავდა რა. რა ქვია, დამირეკავდა და დამიბარებდა. მოკლედ წინაზე რომ კოაულოგრამა თუ შეცდომით ვამბობ, არ ვიცი მე. ნუ ხომ მივხვდით რას ვამბობ. ეგ გამაკეთებინა ჩემო გინეკოლოგმა და მქონდა ოდნავ მაღალი მეთქი, ხო გითხარით. ნუ სიტყვაზე მქონდა, სიტყვაზე არა მქონდა 127 და წითელ ზღვარზე იყო რა, რადგან ოდნავ მაღალი მქონდა, წითელ ზღვარზე იყო და ეხლა რო ახლიდან გამაკეთებინა იყო 118, ანუ სრულიად გადმოსული იყო მწვანე ზოლში. მწვანეთ იყო და საერთოდ არ მქონდა მაღალი. და ისიც ხო გადავიღე დოპლერი და ანუ ქალი რომ იღებდა, აი საერთოდ არაფერი არ აქვს, აი ეჭვიც რო შევიტანოთ, რომ ტკივილიო, ვენებიდან სისხლდარღვევი და რაღაცა, მაგრამ საერთოდ არაფერი არ აქვს. ეხლა გუშინ მირეკავს ექიმი და მეუბნება ესეთ რაღაცას. არ მიმიწერია ჯერ თიასთვის, ჩემ გინეკოლოგ, აი რაღაცნაირი გოგო არის, აი იმდენად თვალდახუჭული ვენდობი და იმდენად საყვარელი ადამიანია, რომ რა იყოს რა და უნდა მივწერო ერთი. ესე იგი უთხარიო რომ კარდიომაგნილი დაგინიშნოს აუცილებლად, იმიტომ რომ მაღალი იყო. ჯერ თვითონ ამ გინეკოლოგმა რომ გამაკეთებინა ეგ და ოდნავ წითელი რო იყოს, არ დაგინიშნა წამას, ეს მაღალია არ არისო. ეხლა კიდე დაბალი მაქვს. იმასთან შედარებით კიდე დაბალი მაქვს და ეხლა ეს ოჯახის ექიმი მეუბნება რომ ის დაგინიშნოს აუცილებლად. ხო და თიას უნდა უთხარი ეკაო და აუცილებლად ჩაიცვიო გეტრებიო. ანუ აი სპეციალურები როა. კაცო, საერთოდ არაფერი არ მაქვს ხარხნო, აი ვენების კაპილარებიც კი არ მაქვს. ანუ ვიზუალურად კაპილარები მე ზემოდან მეტყობა. აი სახეზეც კი მეტყობა. აი აქაც კი მეტყობა ზურგზეც. ანუ ეგეთი ვარ ბავშვობიდან მასე მაქვს. ანუ ფეხზეც აი ალაგ-ალაგ კაპილარებშიც მეტყობა. ანუ მასე ზემოდარიო კაპილარიო თუ რაღაცა, ოღონდ საერთოდ არ მაწუხებს და ვამბობ, საერთოდ არაფერი არ გამოჩნდა იქა და თუ მე ყავცოდა. შიგრამი ყრია? არა. გათიშე და დაასხი. და წაიღე მაღალი. ხო და გეტრებიო აუთხარით, იასო გეტრებიო ჩაიცვი აუცილებლად. ნუ ეხა იმას არაფერი არ მითქვა, მაგრამ ვერ მივხვდი გეტრები რატო უნდა ჩავიცვა რა და უეჭველი ვიცი რომ თია ბეტყვის რომ რატო უნდა ჩაიცვა. ანუ სხვანაირად უდგება ეს გინეკოლოგი რომ წამალი რო არ არის საჭირო, არ ნიშნავს და მართლა იხო გეუბნები, საერთოდ არაფერი არ დამილებია. ძალიან ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე პატარებიც და ჩემი ტოლებიც, რავი, წამლები, ნუ ჭირდებათ ალბათ და რაღაცა, მაგრამ და კიდე მითხრა, ანუ ნევროლოგი საერთოდ არ უხსენებია. საერთოდ არ უხსენებია, მაგრამ ნევროლოგისთვის ვნახე და თვის ბოლოს 27-ში აქ თავისუფალი ადგილი და 24-ში და ჩავეწერე 24-ში. არ ვიცი რატო ჩავეწერე, მაგრამ ჩავეწერე, რომ თიასაც უნდა უთხრა, რომ ჩაწერილი ვარ და თუ თვითონ მიმართვას დამიწერს ოჯახის ექიმის გარეშე, მივალ იმასთანაც.
ნუ მაგას არ გევეტყვით. ხო და კიდე მითხრა რომ ნერვი არისო და თიას ვთხარიო რომ ბანდაჟი აი ისეთი ბანდაჟიო რომ ნაყოფი ოდნავ მაღლა აწევს რომ იმდენად დაწოლა რო ხდება მაგიტო ვტკივავ. კაცო თუ კაი აქ დაწოლა მტკივა მაგიტო ვტკივა ის ჩულქებს რაღაცმაც მე ისედაც ზოგადად მიყვარს მაღალი ისინი რა ნასკებია თუ რაც აქვია მაგრამ რაც ეს ტკივილები მაქვს და ტკივდება ხოლმე ფეხი ოდნავაც რომ მოჭერას ვიგრძნობ ფეხზე ფერისტი ოდნავაც რომ გრძნობ მაწუხებს ჰა რანკულია გვაქვს ისა არა მაწუხებს ამ და ჩავჩოჩავ აი ესე ჩავ ხოლმე იმ კოჭამდე რა და ეხა მე რო გეტრიჩავ შეიძლება ყიდლებზე გავიარ გამოვიარო ან არ შევიძლია არ მაწუხებს ხო და ამ ბანდაჟთანაც დაკავშირებით საერთოდ არ მაქვს იმის სურვილი რომ აი აქ შემოვიჭირო მაშინ თუ ძალიან ბევრმა თქვენგანმა მომწერე და ძალიან დიდი მადლობა გოგოებო იმიტომ რომ ბევრმა მომწერეთ რომ ეს არისო ორსულობაში შეიძლება პირველ მეორეზე არ გქონდათ მესამეზე გქონდათ მეორეზე გქონდათ მერე არ გქონდათ ანუ ინდივიდუალურია ხო ყველა ზუსტად ანალოგიურად გვაწუხებდა ფეხი არაფერმა არ გვიშველა სანამ ბავშვი არ გაჩნდაო და ზეწოლა არ მორჩა ნერვზეო შეიძლება ზუსტად ეგ მაქვს მეც და არც არაფერმა არ მიშველოს და ტყუილა იმის მოჭერას და ამის მოჭერას არ ვაპირებ სადაც ამდენი ხანი ნახევარზე მეტი გავიარე სახში ვარ და აღარ ვჩივი ხა მტკიოდეს თუ რა ხან წამოწვევ ხან დავჯერებ ხა რაღაცა და რაღაცა იქნება არც დავიწუწუნებ თავარია ის რომ მეგონა რომ რაღაცა სისხლძარღვები და არ არის და ნუ ეხლა მაგის თანები ამიტანია და ზოგადად არა ვარ ტკივილის მიმართ ჰაი ვაიმე და რაღაც ვიტანებთ მაგრამ თავარია ბავშვზე არ მოქმედებს ეგ და ანუ იმიტომ სისხლძარღვებიდან რო იყოს ხო მე მასაც დაემუქრება რაღაც ხო რა თქმა უნდა და სადაც ამდენი ხანი შენ ჭირმე საერთოდ არ ვაპირებ იმ ბავშვის ბადაჟებით შებოჭვას და მაღლა დაბლა აწევ-დაწევას ვიყო ეს ამდენი ხანი მაგრამ ძალიან არაადეკვატური პასუხები მომცა რა არ ვიცი ხო და დღეს არაფერს არ მივწერ თიას და ხვალე მივწერ მაგრამ ან საღამოს მივწერ ხვალე დასვენების დღეა და მიუხედავად იმისა რომ იქ არ უნდა მივიდე და რაღაცა არც მინდა რომ შევაწუხო ხოლმე ეგეთ სიტუაცია ასე რომ რა აი ესეთ პასუხები მივიღე არა და თია მითხრა რომ ნევროლოგთან კონსულტაციას უნდა დაგიწერო და თუ 24-ში თია იქნება მე მგონი ხუთშაბათი დღეა და არის 3:30-ზე ვარ ჩაწერილი ვეტყვი რა რომ თუ რაღაცა შევირბენ უცბად მიმართვას დამიწერს და მე მივალ მასთან ასე რომ ჩვენ მოვგვარდებით ოჯახის ექიმის გარეშე ამასობაში ლობიოც მოვჭი წაველი ხა დაგემშვიდობებით ბევრს აღარ მოგაწყეთ არ მინდა ხოლმე ამ ხელა ვიდეო გავოვიდეს აბა ხედა აბა ხო თქვენცით ყველას კაი დღე კარგად